ნიკო კვარაცხელიას დედა მასშტაბურ პროტესტს აანონსებს იზაუმიძე ტელეპირველის ეთერიდან აანონსებს იმას, რომ საქართველოში დაბრუნების შემდეგ დადგება ქუჩაში იმ ადამიანებთან ერთად, რომლებიც ამ ქვეყნის მომავლის სიცოცხლის დაცვას აპირებენ. ომიძე დიდი ხნის განმავლობაში დუმდა, 5 წლის განმავლობაში არ იყო აქტიური, არც პროტესტით გამოირჩეოდა, თუმცა საკუთარ პოზიციას მიმდინარე მოვლენებზე ყოველთვის აფიქსირებდა, თუმცა ახლა მოკლული ნიკო კვარაცხელიას დედა ამბობს, რომ გაჩუმების დრო აღარ არის და დროა, რომ რეალურად გადავიდეს ახლა იმ ადამიანების დასჯის მოთხოვნაზე, რომლებსაც 5 წლის განმავლობაში საგამოძიებო უწყება ხელს აფარებდა. ნიკო კვარაცხელიას მკვლელობის საქმეზე ჯამში 3 ადამიანი დააკავეს, 2 უშუალოდ ის, ვინც იმყოფებოდა უშუალოდ ჩაცხილვის ადგილას, ვინც გაისროლა, ვინც მიმალაში დაეხმარა და მესამე, ვინც ამ 2 ადამიანს დაეხმარა იმაში, რომ როდესაც ეძებდა საგამოძიებო უწყება კავილაძეს და მასთან ერთად მყოფ ასევე აკო ჭელიძეს, ისინი შეიფარა სახლში, სწორედ ეს 3 ადამიანი დააკავა, 2 მკვლელს 16 და 17 წლის თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა, თუმცა დედა და ოჯახის ადვოკატი მთელი ამ სასამართლო განხილვების პროცესში ითხოვდნენ იმას, რომ დაედგინათ, ვინ იყო აღნიშნული მკვლელობის შემკვეთი, რომელიც დღემდე დადგენილი არ არის. ნიკო კვარაცხელიას დედა ამბობს, რომ იმდენად მაღალ დონეზე ცდილობდნენ ამ საქმის შეკერვას და მიჩქმალვას, რომ არ არის გამორიცხული, რომ უმაღლესი თანამდებობის პირები იყვნენ ჩართული და დაინტერესებული სწორედ იმით, რომ შემკვეთებისთვის ხელი დაეფარებინათ. მაშინ, როდესაც უდანაშაულო ახალგაზრდებს ატყვევებენ, ასისხლიანებენ ახალგაზრდები, რომელსაც მათე დევიძეს რა უნდა ციხეში და ნიკოს მკვლელები უნდა დადიოდნენ გარეთ, მათე დევიძეს, რომელსაც გიტარა ენატრება, რეზო კიკნაძეს რა უნდა ციხეში და ნიკო კვარაცხელიას მკვლელები გარეთ უნდა დადიოდნენ დღეს, მე აღარ გავჩერდები. მე ვიხვეწებოდი 4 შვილის დედას და 5 შვილის, ნიკო, ჩემთვის ცოცხალია დღესაც და მის საქმეებს ვაგრძელებ. ნუ გამომიყვანთ 5 შვილის დედას ქუჩაში, არანაირი სურვილი არ მაქვს, აბსოლუტურად არანაირი. ნუ გამომიყვანთ, მაგრამ არა, მათ ბოლომდე გამოსცადეს ჩემი და ჩემი ოჯახის ნერვები. როდესაც მაღალჩინოსნებიდან ერთი აგენტი აღმოჩნდება, ერთი მკვლელი და ერთი კორუმპირებული, ნიკო კვარაცხელიას საქმეს ვინ გამოიძიებდა და ალბათ მათ წრეებში უნდა ვეძებოთ ჩვენ მფარველები. როდესაც შეიცვალა გარკვეული გუნდი, მე ვიფიქრე, რომ ამათ მაინც გაუჩნდებოდათ იმისი სურვილი, რომ ძალიან სწრაფად მოეხდინათ რეაგირება და არ შეეზილათ ამათაც ნიკო კვარაცხელიას საქმე, მაგრამ მე ვფიქრობ, რომ ესენიც თავისი წინამორბედებივით ალბათ საკუთარი ამბებით არიან დაკავებული და უნდა შევახსენო პროტესტით და უნდა დავანახო ძალა და ხალხის ძალა, რომელიც გვერდზე დამიდგება. ნიკო კვარაცხელიას მკვლელობიდან 5 წელია გასული, მთელი ამ დროის განმავლობაში ნიკო კვარაცხელიას დედა, ოჯახის ადვოკატი ითხოვდნენ და ელოდებოდნენ იმას, რომ საქმეზე ობიექტური გამოძიება ჩატარდებოდა და მკვლელობაში მსჯავრდებული პირების შემკვეთებს მიაგნებდა გამოძიება, თუმცა გამომდინარე იქიდან, რომ შედეგი არ დადგა, ახლა მასშტაბური პროტესტი ანონსდება, იზაუმიძე საქართველოში ორშაბათს დაბრუნდება და მის გეგმებზე სწორედ სავარაუდოდ მომავალ კვირაში გახდება ცნობილი. პირდაპირ ეთერში ლიზა ლასარეიშვილი საუბრობდა.